ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის, ასე ქვია პროგრამას, რომელსაც განათლების სამინისტრო მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში ვაკანსიების შევსების მიზნით ახორციელებს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების მიზანს პროგრამის პოპულარიზაცია და ვაკანსიების დასაკავებლად კვალიფიციური კადრების დაინტერესება წარმოადგენდა. ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩევიან. პროგრამაში დასაქმებულებს დაენიშნებათ ხელფასი 600-დან 700 ლარის ფარგლებში. ასევე სამინისტრო მათ საცხოვრებელი პირობებით და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია დიპლომისა და პირადობის მოწმობის ასლი. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე. პროექტი უკვე მეორე წელია აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით მაღალმთიან აჭარაში 27 პედაგოგია დასაქმებული. პროგრამა ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის მეორე წელია ხორციელდება. პროგრამის მიზანია შეავსოს ვაკანსიები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. ეს არის ქედა, შუახევი და ხულო. პროგრამის ფარგლებში შეირჩევიან მასწავლებლები ინგლისურ ენაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს შერჩევა 2013-14 სასწავლო წლისათვის. ეს პროგრამა ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისათვის, როგორც სტუდენტების ინფორმაციულობის თვალსაზრისით, ასევე მათი დასაქმების თვალსაზრისით. ამ 2 წლის განმავლობაში უკვე ჩვენი არაერთი სტუდენტი არის დასაქმებული მაღალმთიანი აჭარის სკოლებში და ჩვენ მოხალულები ვართ, რომ ისინი წარმატებით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეოთხე კურსელებისთვის, რადგანაც ვამთავრებთ მეოთხე კურსს და ჩვენ როგორც ყველას გვინდა დავიწყოთ სამუშაო და წარმატებას მივაღწიოთ ჩვენ ცხოვრებაში და ეს პროგრამა დაგვეხმარება გავიკვლიოთ გზა ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში.